ნატოს წევრი ქვეყნის სტრატეგიული პორტი ჯოჯოხეთად გადაიქცა მას შემდეგ, რაც საზღვაო დრონი აფეთქდა კონსტანცაში, რუმინეთში, ამ პარასკევს დილით 2026 წლის 5 ივნისს. აფეთქებას არ მოჰყოლია. დაღუპულები ან დაშავებულები, მაგრამ ამამ მძიმე კითხვა გააჩინა ევროპაში. რამდენად შორს შეიძლება პუტინის ომმა შეიტანოს რისკი დასავლური სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე? დრონი გამოიყენებოდა უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ კიევმა განაცხადა, რომ მოწყობილობაზე კონტროლი რუსული ელექტრონული ჩარევის გამო დაკარგა. სწორედ აქ ხდება საქმე განსაკუთრებით სერიოზული. ომმა, რომელიც პუტინმა დაიწყო, უკვე მიიტანა ცეცხლი, კვამლი, სირენები და ევაკუაცია ნატოს სენსიტიურ ტერიტორიაზე. რა აფეთქდა კონსტანტაში? რატომ ჩნდება პუტინი ამ ამბავში? როგორ უპასუხებს ნატო? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველთვის არის. აფეთქება მოხდა კონსტანცას სამოქალაქო პორტში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც რუმინეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისთვის და საზღვაო მიმოსვლისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომის პირობებში. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონი დილით იქნა აღმოჩენილი, მას შემდეგ რაც ტერიტორია უკვე იზოლირებული იყო უსაფრთხოების სანაპირო დაცვისა და თავდაცვის ორგანოების მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, რომ აღჭურვილობა არ ეკუთვნოდა რუმინეთის არმიას და არ იყო ადგილობრივი სამხედრო წვრთნების ნაწილი. რუმინეთმა შეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება, რადგან მიიღო გაფრთხილება, იზოლაცია გაუკეთა რეგიონს და აფეთქებამდე ხალხი ტერიტორიიდან გაიყვანა. 1000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული ახლომდებარე ადგილებიდან, მათ შორის სანაპირო ზონებიდან, ხოლო სხვა დრონების მოსაძებნად ჩაერთო ვერტმფრენები. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ რეგიონში ახალი მოწყობილობების არსებობის შიში იყო. რეკომენდაცია იყო პრევენცია, სამოქალაქო პირების ევაკუაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანები არ დაზარალებოდნენ. პუტინის წინააღმდეგ არსებული ვერსია ჩანს ინციდენტის მექანიზმში. უკრაინის საზღვაო ძალებმა დაადასტურეს, რომ შავი ზღვის ოპერაციის დროს საზღვაო დრონებზე კონტროლი დაკარგეს. კიევმა კონტროლის დაკარგვა რუსული ელექტრონული ომის მოქმედებებს მიაწერა, სავარაუდოდ სიგნალის დაბლოკვასა და ჩარევას. ეს ცვლის საქმის პოლიტიკურ მნიშვნელობას. გარემო, რომელმაც ეს მოწყობილობა ნატოს ქვეყნის შიგნით, ქალაქში შეაგდო, წარმოიშვა რუსული ომისა და მოსკოვის მცდელობის შედეგად, რომ დაებრმავებინა, დაებლოკა და გადაეტანა აღჭურვილობა შავი ზღვის რეგიონში. პუტინმა სცადა შავი ზღვა მუდმივი ზეწოლის ზონად ექცია. რუსეთი უტევს უკრაინის პორტებს, იყენებს დრონებს, რაკეტებს, ელექტრონულ ომსა და სამხედრო დაშინებას კიევის დასასუსტებლად და მეზობლების შესაშინებლად. ეხლა შედეგები თავად ნატოში იწყებს გამოვლენას. რუმინეთი კონფლიქტისგან შორს მდებარე ტერიტორია არ არის. ეს არის ერი, რომელიც ალიანსის წევრია. ეს აზღვრება უკრაინას და მას შემდეგ, რაც ომმა უკრაინის ნაწილი გამჭოლი გზებისგან მოწყვიტა, სტრატეგიულ მარშრუტად იქცა. როდესაც იქ აფეთქება ხდება განგაში, მხოლოდ ადგილობრივი არ არის. შეტყობინება ბრიუსელში, ვაშინგტონში და ყველა იმ დედაქალაქში მიდის, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს აკვირდებიან. ამ შემთხვევას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის მარტო არ მოხდა. რამდენიმე დღით ადრე რუსული დრონი გალატეში, ასევე რუმინეთში საცხოვრებელ შენობას დაეცა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის დროს. 2 ადამიანი დაშავდა. რუმინეთის ხელისუფლებამ აპარატი რუსულად დაასახელა და ნატომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის დაიცვას თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორია. ანუ რუმინეთი უკვე პირდაპირი შეჯახების წინაშე იდგა, რუსული ტექნიკის გამო კონსტანცაში აფეთქებამდე. ერთი კვირის განმავლობაში ომი ეკრანებიდან რეალობაში გადავიდა და ორჯერ შეეხო რუმინეთის მიწას. რუსეთმა უარყო პორტში აფეთქებაში პირდაპირი მონაწილეობა და სცადა პასუხისმგებლობა უკრაინაზე გადაეტანა. ეს მოსკოვის ძველიც ტაქტიკაა. ჯერ ომს სამოქალაქო მოსახლეობასთან ახლოს მიიტანს, შემდეგ უარყოფს, აბნევს, ადანაშაულებს მეორე მხარეს და ცდილობს აგრესორი მსხვერპლად წარმოაჩინოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემა მარტივია. რუსეთის შეჭრის უკრაინაზე მუდმივი თავდასხმებისა და შავი ზღვის ელექტრონული ომის გარეშე ასეთი ინციდენტები ნატოს ერთ ქვეყანას არ დაემუქრებოდა. რუმინეთმა უსაფრთხოების და მეთვალყურეობის გაძლიერებით უპასუხა. რუმინეთის მთავრობამ უკვე მოითხოვა მეტი მხარდაჭერა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის გალატში თავდასხმის შემდეგ. კონსტანცის შემთხვევა ზრდის ზეწოლას დაბალ სიმაღლეზე მოქმედი რადარების, ჩამჭრელი სისტემებისა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე უფრო ძლიერი დაცვის მოთხოვნით. იქიდან გამავალი გზავნილი ნათელია. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი პუტინის ომისთვის გამოცდის ხაზად იქცა. უკრაინამაც აჩვენა, რომ მხოლოდ თავდასხმებს არ იღებს.
იმავე დაძაბულობის ფონზე უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მოქმედებები განახორციელეს რუსული ლოგისტიკასთან დაკავშირებულ გემებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ისეთ პორტებში, როგორიცაა მარიუპოლი და ბერდიანსკი. უკრაინამ აჩვენა, რომ სამიზნეები იყო გემები, რომლებიც გამოიყენებოდა და შეტყობინება იქიდან ძალიან ნათელია. ნათელი. შეტყობინება იქიდან ნათელია. იქიდან გზავნილი ნათელია. მან იფიქრა, რომ შეძლებდა ომის უკრაინაში კონცენტრირებას და შიშის მართვას ევროპის საზღვრებზე. კონსტანტაში აფეთქება აჩვენებს, რომ ეს გათვლა არასტაბილური ხდება. მთავარი კითხვა ისაა, ვინ შექმნა საომარი ველი, რომელმაც ეს დრონი კონსტანტაში გააჩერა. პასუხი პუტინზე მიუთითებს. მოსკოვი იყო ის, ვინც უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი იყო ის, ვინც შავი ზღვა გაამილიტარიზა. მოსკოვი იყო ის, ვინც ევროპის აღმოსავლეთ საზღვარის საფრთხის ზონად აქცია და ახლა სწორედ მოსკოვი ცდილობს უარყოს საკუთარი ესკალაციის შედეგები. ტრამპი ყოველთვის ძალის ლოგიკით მოქმედებდა და არა სისუსტით. როდესაც მოწინააღმდეგეები ზღვარს ცდიან, ზედმეტი უკან დახევა მხოლოდ ზრდის კრიზისის ფასს. ნატო ვერ შეძლებს ამ შემთხვევის იზოლირებულ ინციდენტად განხილვას და დუმილში გაგრძელებას. საჭიროა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, დრონების წინააღმდეგ მეთვალყურეობის გაფართოება და მკაფიოდ თქმა, რომ ნებისმიერი ახალი შეცდომა, პროვოკაცია ან გადახვევა, რომელიც რუსეთის საომარი მანქანის მიერ იქნება გამოწვეული, მიიღებს პოლიტიკურ და სამხედრო პასუხს შეკავების ფარგლებში. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა რისკის ზრდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ მიაწერა. ეს შეფასება ასუსტებს მოსკოვის ნარატივს. ნატომ კიდევ ერთი ინციდენტი დააფიქსირა საკუთარ ფლანგზე. ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთი საერთაშორისო ზეწოლის ნიშნული მიიღო, რადგან მისი ომი კვლავ ქაოსის წყაროდ ჩანს. ვლადიმირ პუტინის ომი უკვე ნატოს ტერიტორიასაც შეეხო და ყოველი ახალი დაკარგული, გადახრილი ან გაშვებული დრონი ზრდის უფრო დიდი კრიზისის შანსს ევროპის უსაფრთხოების გულსკულში. მე ვარ მიუსონალოესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.